მოგესალმებით. პატივცემულო. ძვირფასო სვენელებო და მაყურებლებო, გთავაზობთ გიკეს 39 შეხვედრას. ხო, ეს ვიდეო აიტვირთა 25 აპრილს. დავიწყებთ ლეტალიას მესიჯით, უпростоრად ლეტალია მიიღო რაღაც მესიჯი და ამ მესიჯს გადმოგცემს ჩვენ. შემდეგ სიტყვაზე სიტყვა გადაეცემა ასუნს, ვლადიმირ ასუნს. ძალიან საინტერესო ინფორმაცია. თუ მოусვენთ ბოლომდე. Так и есть. ლეტალია მიესალმება ყველას. დღევანდ ეფირში მონაწილეობს ლეტალია, ასუნი და პანდორა. ლეტალია ამბობს ახლა სიტყვებს, რომელიც იცავს ველს, რომ რამე ნისკა დაბალვიბრაციულმა არ შეუშალო მათხელი და აგრეთვე ამას მეც ვამბობ ხოლმე. ხანდახან მავიწყდება, რომ მე ვუგდალავ ყველა დაბალვიბრაციულ არსებებს, ნებისმიერ დაბალვიბრაციულ არსებას, აგრეთვე ასტრალურ დონეზე, მაგრამ ასტრალური დონე გაწმენდილია, მაგრამ მაინც ვამბობ, გავლენა მოახდინონ ჩვენზე, ჩვენ ველზე, ჩვენ სხეულებზე, ნებისმიერი სახით ვუგდალავ. მაგრამ როდესაც შეხვედრა აქვენ, ლეტალია ამბობს, რომ ვუგდალავო ნებისმიერ დაბალვიბრაციულ არსებას, იმოქმედოს, შემოვიდეს ჩვენ ველში და იმოქმედოს ჩვენ სხეულებზე. ხო, შეგიძლიათ ნებისმიერად, შეგიძლიათ აუგდალოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა დაამოწმოთ, ვამოწმებ. ხო, ვეთანხმები. უბრალოდ უნდა დაეთანხმოთ სამჯერ. მასი იყო, მასი არის, მასი იქნება, მასი არის. და ეს ამათი დაცვა მუშაობს მათვისაც, ვინც იმ მომენტში იმყოფებოდა იქ, მუშაობდა და მუშაობს მათვისაც, ვინც ჩანაწერს ისმის. ესე იგი, ჩემზეც მოქმედებს, მეც მიცავს. მაგრამ მეც გეუბნებით აგერ, ჩემი ნათქვამით, შეგიძლიათ თქვენც თქვათ, თუ გინდათ, ეს ლოცვა არ არის. არ შეგეშალოთ, ეს ლოცვა არ არის. იმიტომ ეს რელიგია არ არის, არც ლოცვა არის. დღევანდელ თემას მე ვარჩევდი დიდხანს, რადგან ჩვენ ბევრ თემაზე ქონდა აქ საუბარი და დღევანდელი თემა ეხება ჰოლოგრაფიულ ცნობიერებას. ხომ გაინტერესებთ რა არის ჰოლოგრამა და საერთოდ ჰოლოგრაფიული ცნობიერება? კავშირები სამყაროში, რას ნიშნავს ეს კავშირები? ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ სხეულზე ცნობიერებას და კოსმოსურ კომუნიკაციაზე. გელების დახმარებით, ვიბრაციის დახმარებით და ასთაფორმების დახმარებით. რა არის ჩვენი საკუთარი სხეული? ეგ არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მანქანა, რომელსაც აქვს ძალიან რთული კავშირების ტექნოლოგია, რომელიც ჩამოტარჟებულია რეალობის სტრუქტურაში. რა არის აკუსტიკური ჰოლოგრაფიის პრინციპები? ისინი გამოიყენება ვიბრაციული ბუნების შეფარდებაში, სამყაროს შეფარდებაში და ხსნიან პოტენციალს არა მხოლოდ კომუნიკაციის შიგ, არამედ საკუთარი თავის შიგ. საკუთარი თავის შიგ დროის და სივრცის გავლით. ასე გამოიყურება ჰოლოგრაფიული კონცეფცია ცოდნისა, რომელშიც სხეული არის როგორც ცოცხალი ჰოლოგრამა და კომპიუტერს რომ აქვს
ხო, და როგორც ყარი დისკი. ამ იდეის საფუძველში დევს, რომ რეალობა ფუნდამენტალურ დონეზე ვიბრირებს ორგანიზებულად ჰოლოგრაფიული პრინციპების დაცვით. სამყაროს ობიექტები არ არის მხოლოდ ინვერსიული მატერია. გერითი ესე იგი ფორმები, რომელიც კრისტალიზაციას გადიან და პატერნები, რომლებიც დრო და ხანის განმავლობაში შეიძლება დაიშალონ, ტრანსფორმირება განიცადონ, მაპატიე ტრანსფორმირება განიცადონ და გადაიხსნენ ერთი ფორმიდან მეორეში. ამ პერსპექტივაში ჩვენი სხეული არის არა მხოლოდ ფიზიკური ფორმა, მაგრამ დინამიური აკუსტიკური ჰოლოგრაფიული ხატება. და ის არის პროექცია უნივერსალური ჰოლოგრაფიული რუკისა, რომელიც დევს ჩვენ სივრცეში, ჩვენი თავის ქალის სივრცეში. რადგან სხეულის ანატომია ეს არის როგორც ფრაქტალური მყარი დისკი, რომელშიც ისტორია ჩვენ კავშირებზე სამყაროსთან და ყველაფერი თუ რასაც ჩვენ გავდივართ, ჩაწერილია მაგაში. და ყოველი ნაწილი ამ მყარი დისკისა, ყოველი ორგანო, სისტემა შეიძლება განიხილებოდეს როგორც ანალოგი აკუსტიკური, როგორც არქაიკური ღვთაებები, გული, ფილტვები, ნერვული სისტემა, ფიზიკური განსახიერებები, უნივერსალური ვიბრაციული პატერნებისა, რომლებიც სხვადასხვა კულტურები იძლეოდნენ არხანგელები, როგორც არხანგელოთები და აღწერდნენ მათ როლს, აკვირდებდნენ მათ ფუნქციებს, როგორც პირობებს და როგორც სიცოცხლეს სხეულში. მაგრამ უფრო წვრილ დონეზე ყოველი უჯრედი ფლობს თავის უნიკალურ ანალოგიურ ნომერს, სპეციფიკური ვიბრაციული სიგნატურით, რომელიც განასხვავებს მას სხვებისგან და მოქმედებს როგორც პერსონალური იდენტიფიკატორი ამ ბიოლოგიურ სისტემაში. რომ თქვათ უბრალო სიტყვებით, ყოველი უჯრედი ფლობს საკუთარი ცნობიერებით, მე სულ ვამბობ ამას, რომ ორგანიზმი ცოცხალია, რომ ყოველი უჯრედი ფლობს ცნობიერებას, ყოველი უჯრედი გონიერია. მე სულ ამას ვამბობდი. და ყოველი უჯრედი ფლობს რაღაც კოორდინატებით სივრცეში განლაგებისა და მასში დაფიქსირებულია როლი მის ბიოლოგიურ ორგანიზმში. და როგორ ხდება ეს კავშირი ამ ყველაფერთან? მთავარი ინსტრუმენტი არის ყურადღება, რომელიც ფოკუსირებულია ერთ ლაზერულ სხივში ჩვენი ცნობიერებისა და მიმართავს ამ სხივს განსაზღვრული კონცენტრაციით და ამის დახმარებით ჩვენ ვეწყობით საჭირო სიხშირეზე, ესე იგი ვაგროვებთ რაღაც ტონალურ ნომერს ჩვენი დაინტერესებული აბონენტისა, ჩვენ ცნობიერებას ვაფიქსირებთ რაღაც ობიექტზე და ვიწყებთ შესვლას ამ ობიექტის ინფორმაციულ ველში. ამ მომენტში იქნება რეზონანსული კავშირი, მაგრამ როგორც ზის შეუძლია დაწვას წვრილი სტრუქტურა, არამოდულირებულ ყურადღებას შეუძლია წრეები ვიბრაციული პატერნებისა. აქ აგრეთვე განლაგებულია დაცვითი იერარქია, ორგანოების სისტემები, ნერვული სისტემა, როგორც ანალოგი ზევსისა, ისინი წარმოდგებიან, ასრულებენ როგორც მოდულატორის როლს, როგორც ყურადღების ენერგიის გამანაწილებელი. ნერვული დაბოლოებები მოქმედებენ როგორც გაყვანილობა
როგორც ელექტროდენის გაყვანილობა და აწვდის ყოველ უჯრედს მისთვის გამოზომილ ძაბვას, რამდესაც აიტანს, რომელიც საჭიროა კავშირისთვის და არა დასანგრევად, რადგან აქ სჭიროა მიაწვდინო ის სიხშირე, რომ არ იყოს არც ზედმეტი, არც ნაკლები. ზუსტი დოზა სიხშირეს ზუსტი დოზა, რომ მან დაიწყოს მუშაობა. ხატების ორგანოები ეხმარებიან ურთიერთობაში. ჰოლოგრაფიული კავშირი ეს არის პროექცია აბონენტის სამყაროსი და იმის სამყაროსი, ვინც მასთან შედის კავშირში. რადგან ჩვენ კოსმოსში გამოვლენილს და არა გამოვლენილში ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან. როდესაც ხდება დაკავშირება, ჰოლოგრაფიული არხის როდესაც ხდება შეერთება კავშირის ჰოლოგრაფიული არხისა, როდესაც ხდება შეერთება კავშირი მაპატიეთლად ამირატვინი, როდესაც ხდება შეერთება კავშირის ჰოლოგრაფიული არხისაო, ეს იძლევა საშუალებას არა მხოლოდ შეცვალო მონაცემები, არამედ ხელს უწყობსო ჰოლოგრაფიული ინფორმაციის გადაცემას. ლეტალი ამბობს, რომ მეც მასე მუშაობო ფოტოს ვუყურებო, შევდივარ რომ მის ინფორმაციულ ველში და ვცდილობ გავარკვიო ყველაფერი. თქვენ შედიხართ აბონენტის ველში, არ აქვს მნიშვნელობა ეს თქვენი ორგანოა, უჯრედია თქვენი ორგანიზმის. დატვინი იყენებს თავის ჰოლოგრაფიულ უნარს, აკეთებს რეკონსტრუირებას ვიბრაციული პატერნისა მასიურ ცოცხალ შეგრძნებაში. ეს შეიძლება იყოს ნახატი, ეს შეიძლება იყოს ხმა, ეს შეიძლება იყოს შიდა ცოდნა. ჩვენ სულ ამას ვამბობთ, რომ ეს უნარები ბევრს ეხსნებაო და ვისაც ჰქონდა ის მათ უძლიერდებაო, მაშინ თქვენ შეგიძლიათო აბონენტის სივრცის წაკითხვა, ვინ არის ხაზის მეორე ბოლოში, ვინ არის აბონენტი ამ ჰოლოგრაფიული არხისა და ვისთან შეიძლება გქონდეთ კავშირები. შეიძლება დაუკავშირდეთ ცალკე უჯრედებს, გაიგოთ მათი მდგომარეობა, მათი მოთხოვნილებები, მათი როლები. შეიძლება თქვენ ეკონტაქტოთ თქვენ ორგანოებს და თქვენ სისტემებს. მე სულ ამას ვამბობ, რომ ორგანიზმი ცოცხალია. მე მაგალითად დიდი ხანია ჩემ ორგანიზმს ვესაუბრები, მაგრამ ჯერ კიდევ კარგი კავშირები არა მაქვს. ყოველთვის ვერ გებულობ რა უნდა ჩემ ორგანიზმს. გქონდეთ ურთიერთობა მათ, აგრეთვე ვცადოთ ვეკონტაქტოთ ჩვენი ორგანიზმის ღვთაებრივ არქეტიპებს და მივიღოთ თვითონა მათ ფუნქციებისკენ. მივიღოთ მათი სიბრძნე, რომელიც გამოიკეთება მათ ვიბრაციულ პატერნებში და ეს შეიძლება იყოს გზა თვით განკურნებისკენ და თვით რეგულაციისკენ. განსახიერება ერთიან სხეულში და თუ მივიღებთ მაგ ინფორმაციას, რომ ჩვენ ვართ ნაწილები ერთიანი სხეულისა, რომელიც ვრცელდება ჩვეულებრივი სივრცის მიღმა, დროის მიღმა, ჩვენი ინდივიდუალური ცხოვრება, რომელსაც ჩვენ გავდივართ, არის ერთ-ერთი ჩვენი განსახიერება. ერთ-ერთი განსახიერება და არა ერთადერთი განსახიერება. ერთ-ერთი განსახიერება. ეს იმას ნიშნავს, მე დავამატებ, რომ ჩვენ ბევრ განსახიერებებს გავდივართ სხვადასხვა ადგილას. ჰოლოგრაფიული ერთ-ერთი სინქრონიზაციას წარმოადგენს, რომელიც იძლევა საშუალებას ჩვენ კავშირი დავამყაროთ ჩვენ სხვა მეებს. ბევრი მე. მაშინ რა არის? ესე იგი, ჰოლოგრაფიული მაშინ რა არის? მაპატიეთ ცოტა ქართულად ჭირს ამის გადათარგმნა. ესე იგი, რა არისო? კონცეფცია ჰოლოგრაფიული არხის კავშირისაო. ახლა მგონი ზუსტად გადავთარგმნე. ეს არის ის, რაც ტრადიციული გაგების მიღმა
გადისო ტექნოლოგიის ხრითაც, ბიოლოგიის ხრითაც. ეს არის რაღაც მეტაფორიული მოდელი, რომელიც დაყრდნობილია იდეაზე ვიბრაციაზე დაყრდნობილ რეალობაზე. აგრეთვე ბუნებრივი ჰოლოგრაფიული ინფორმაციის მიმართ. რა არის ჰოლოგრაფია? ეს როდესაც სივრცის ყოველი ნაწილი არის თლიანი, ესე იგი, რომელიც ატარებს ინფორმაციას ყველაფერ მთლიანში, მთლიანობაში. და რაც არ უნდა გაყო ეს სივრცე, შეიძლება ხარისხი დაიკლოს ხარისხმა, მაგრამ თვითონ ეს სივრცე რჩება ერთიანი. მასზე მუშაობს ჰოლოგრამა. კიდე გავიმეორებ, ჰოლოგრამა ეს არის ერთი მთლიანობა, ესე იგი სივრცის ნაწილები, რომლის ნაწილები მუშაობენ, შეიძლება მუშაობის ხარისხი დაიკლოს, მაგრამ და იმის მიუხედავად, რომ სივრცე შეიძლება დაიკლოს რაღაც ნაწილებად, ისინი შეადგენენ მაინც ერთიან მთლიანობას. აი ეს არის ჰოლოგრამა. ლეტალი ამბობს, რომ როდესაც მე ვიყავი 14 წლის, მოხვდიო დარბაზში, სანქტ-პეტერბურგში, სადაც იყო პრეზენტაცია, სადაც ტარდებოდაო პრეზენტაცია, რომელიღაც ჰოლოგრაფიული ხელსაწყოსი. ეს ხელსაწყო ქმნიდა ჰოლოგრამას. ეს იყო პირველი ჰოლოგრამა, რომელიც შექმნეს რუსეთში, თუ არა მთელ მსოფლიოში. როდესაც ჩვენი სული თანხდება დედამიწაზე განსახიერებისთვის, თანხდება რომ განსახიერდეს დედამიწაზე, სული შედის სხეულში არა შეცდომით, არამედ თავისი არჩევნის და კონტრაქტის დახმარებით. და სული აცნობიერებს თუ რაზე მიდის. ეს მეტაფორა არ არის. კიდევ მე ვიცით, კი, უმრავლეს შემთხვევაში თავისი ნებით, თუ დაიმსახურა სულმა, თავისი ზოგი მოდის სპეციალურად დედამიწაზე გასასახიერებლად, მაგრამ არიან სულები, რომლებიც სასჯელის მიზნით, ესე იგი, სულის ნების წინააღმდეგ სასჯელის მიზნით აიძულებენ განასახიერებდნენ, მაგალითად, ცუდ ოჯახებში ან აბრუნებენ ადამიანის სულს ცხოვლის სხეულში, რომ განიცადოს იგივე, რაც ის უკეთებდა ცხოველებს. მე ხშირად ყვები ვახსენებ ამბებს, რომ ცხოველები ცოცხალი არსებები არიან და ვინც ერთი კაცის ისტორიაც მოვიყვან ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც ხორცი უყვარდა, მონადირეობა უყვარდა და რომ მოხდა ეს კაცი განასახიერეს ძაღლის სხეულში. დააბრუნეს ძაღლის სხეულში. ზოგს მაგალითად, კაი, მოდით, გადავუხვევთ ახლა თემას. ავადმყოფობა, მარტოობა, პრობლემები თუ აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ეს არის კარმა და არა შეცდომა. შეცდომით არაფერი ხდება. არც შემთხვევითობა არსებობს. ეს არის კონტრაქტის რაღაც ნაწილი, რომელიც იდება მაღალი მეტი მისი სულის განსახიერებამდე. ეს ძალიან რთული გასაგებია, მაგრამ ეს მასია, კანონები ასე მოქმედებს. რას ნიშნავს ეს? ყოველი გამოცდა, ყოველი სირთულე არის ინიციაცია და ყოველი წაგება არის ალქიმიური ტრანსფორმაცია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი ცნობიერება იღებს ცხოვრებისგან დარტყმებს. აქ ჩვენ ვიზრდებით, ჩვენ აქ ვიძაბებით და კარგავთ ბევრ უნარებს. ეს ვიბრაციული აწყობა გვეხმარება ჩვენ გავიხსენოთ სინამდვილეში ჩვენ ვინ ვართ. ლეტალი ამბობს, რომ ჩვენ სულ სწავლობთო ჩვენი ცხოვრების ნეგატიურ მხარეზეო, ნეგატიური გამოცდილების ხარჯზე, ვიდრე პოზიტიური გამოცდილების ხარჯზე. უფრო ხდება ნეგატიური ხარჯზე. გვისწავლება და ჩემო კარგებო, ჩვენ ტყუილად არ ვიტანჯებითო.
მასია აწყობილი ჩვენი სამყარო და ჩვენ ამას ვერ შევცვლით. მოდით ცოტა ვისაუბროთ სამყაროს კანონებზე. ეს კანონები ბევრია, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ რამდენიმე. სამყაროს კანონები არასდროს იცვლება და ჩვენ კი უნდა გქონდეთ რაღაც ორიენტირები. მე ხა თქვენ წაგიკითხავთ სამყაროს კანონებს. ნებისმიერი პროცესი, როდესაც სრულდება, გადადის თავის საწინააღმდეგო მხარეს. ესე იგი, ამდაგვარი ყოველთვის ისიდას ამდაგვარს, მაგდაგვარი ისიდას მაგდაგვარს და ასე შემდეგ. რაც არის აქ, არის ყველგან. რაც აქ არ არის არსად. ჩვენ თუ რამეს არ ხედავთ ჩვენში, ჩვენ ამას ვერც გარეთ ვნახავთ. ჩვენ თუ რამეს უარყოფთ ჩვენ თავში, ან არ გვინდა დავინახოთ, ჩვენ აუცილებლად შევეჯახებით ამას გარედან. ის, რასაც ჩვენ უარყოფთ და ვკლავთ ჩვენში, ხდება ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩვენი გაკვეთილი დავგზეს კუჭში. ხო, რადგან და გაიძულებს ეს გაკვეთილი შენ აითვისო. ახლა გამახსენდა სკოლა. ხომ არაფრით არ გადაგიყვანენ ჩვენ დროს იყო შემთხვევები, როდესაც ცუდი მოწაფე 3-4 წელი არა 3-3ჯერ ვერ დატოვებდნენ ერთ და იგივე კლასში, მაგრამ 2-2ჯერ ტოვებდნენ. მაგალითად ჩემ კლასში მოვიდა გოგონა, რომელიც 2-2ჯერ ისე ერთ და იგივე კლასში და როდესაც ჩვენ მე-6 კლასში მოვიდა ის ჩვენთან, კანონით ის უნდა ყოფილიყო მე-8 კლასში, მე-9 კლასში. მაგრამ რადგან ყოველ წელს მეორე ესე იგი 2 წელი ტოვებდნენ და იგივე 1 წელი ხო ისწავლიდა ერთ კლასში. მეორე წელსაც ტოვებდნენ იმ კლასში, მაგრამ რადგან მე-3 წელს დატოვა არ შეიძლებოდა, შემდეგ წელს უკვე შემდეგ კლასში გადაიყვანდნენ, მაგრამ იმ კლასში მეორე წელსაც ტოვებდნენ და ასე 3 წელი ჩარჩა 2-2ჯერ და მე-6 კლასში ჩვენთან რომ მოვიდა, ის უნდა ყოფილიყო მე-9 კლასში. ხო, და მე გათხოვდა ეს გოგო. რასაც ჩვენი სიძლიერით უკუვაგდებთ რამეს, ჯიუტად, ჩვენ თუ რამეს უკუვაგდებთ, ვერ არღებულობთ რაღაცას, ხო? მით უფრო ძლიერ ეს რაღაცა, რომლის მიღება ჩვენ არ გვინდა, გვეწებება ჩვენ მაგნიტივით. რაც უფრო ძლიერ უკუვაგდებთ, უფრო მაგნიტივით გვეწებება, გვიბრუნდება და იგივე შეიძლება სულიერ საგანსაც ეხებოდეს. გარეთა ყოველთვის ირეკლავს იმას, თუ რა არის ჩვენ შიგნით. როდესაც ჩვენ ყურადღებას გადავიტანთ იმაზე, თუ რა არის ჩვენ შიგნით, ჩვენ ღებულობთ გასაღებს ჩვენი ცხოვრების სამართავად. ნებისმიერი სიტუაცია, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი საგანი, მასში არის ჩვენი საკუთარი თავის გაგრძელება, როგორც ზევით, ისე ქვევით. მარჯვენა უდრის მარცხენას. იცით რა გამახსენდა? როდესაც ლეტალიამ თქვა, რამდენი ზევით, იმდენი ქვევითო. რაზე გამეცინა გეტყვით. როდესაც ადამიანზე ბრასდებიან, ადრე მეც მithქვავს ასეთი რაღაცა ვიღაცის შესახებ. მაშინ ამბობენ, ის რა არის, შენ რა იციო? რამდენი ზევითა, იმდენი ქვევითაო. ხომ გესით ახლა მე რატომ მეცინება? თურმე ეს კანონი ყოფილა, სამყაროს კანონი. რაც ზევითა, ის ქვევითა. ეს ძველმა ხალხმა ხო იცოდა, მაგრამ ჩვენამდე მოსულია ეს როგორც ლანძღვა. რაც ზევითა, ის ქვევითა, ესე იგი, როდესაც ჩვენ გაბრაზებული ვართ ადამიანზე, ჩვენ ვილანძღებით, როდესაც ამას ვამბობთ. ხო, რა არისო ის, რაც ზევითა, ის ქვევითაო, იმდენი არა, რამდენი ზევითაო, იმდენი ქვევითაო, უფრო შეცვლილ ფორმაში. თურმე ეს ყველაფერი კანონია, სამყაროს კანონი, რომელიც გინებაც იგივე, ახლა არ მინდა გადავუხვიო თემას. გინებაც ისევია, მაგები, გინებას მაგები იყენებდნენ მაგიისთვის, მაგრამ მაგია ხომ გაუხდა, ხო და ყველაფერი ხო დაერია და ჩვენამდე მოვიდა გინება. იგივე გინება არის მაგიური სიტყვები,
ამ გინებას ხმარობდნენ მაგიური რიტუალებისთვის და როდესაც ხალხმა ეს ამ მაგიური სიტყვების გამოყენება დაიწყო თავის ცხოვრებაში ან არ ვიცი შეიძლება სპეციალურად გაავრცელეს ეს ისევე როგორც ეს ფრაზა რამდენიზევით იმდენი ქვევით გინებაც იყო გინებაც რაღაცას ნიშნავს გინება ფლობს წყევლაზე მეტ ძალას და ასეთი შემთხვევაც ყოფილა როდესაც ქალიშვილი არ თხოვდებოდა დიდხანს მაგ დროს ქალიშვილს გამოკეტავდნენ ოთახში და გარედან ვინმე პირი ეუბნებოდა წადი 300-ზე ხომ გესმით რაც გულისხმობ ხო ამას უყურებდნენ ქალიშვილს სამჯერ წადი 300-ზე წადი 300-ზე წადი 300-ზე და ის ქალიშვილი შემდგომ თხოვდებოდა ხო ამას გეუბნებით ეს სიტყვები ყველაფერი გინებას რასაც ჩვენ დღეს ვთვლით რომელიც წამდაუწვან გამოდის მამაკაცების პირიდან ქალების პირიდან რომელიც ჩვენ დღეს სიბინძურეთ მიგვაჩნია ეს არის მაგიური ფრაზები რომელსაც იყენებდნენ მაგები რიტუალების ჩასატარებლად ხო ჩვენ ვართ ის რასაც ვუარყოფთ და რასაც ჩვენ არ ვიღებთ ვართ ამის მოპირდაპირე მხარე მე რამე გითხრათ კიდევ არის ხო მატერია არის ანტიმატერია არის ჩვენი სამყარო არის ანტისამყარო ესე იგი სამყარო ანტისამყარო ჩრდილო პოლუსი სამხრეთ პოლუსი მარჯვენა ხელი მარცხენა ხელი ხო მარჯვენა ფეხი მარცხენა ფეხი არის სიკეთე და ბოროტება რომლებიც ერთადაა რა არის სიკეთე და ბოროტება ეს არის შენ თუ სიკეთეს არა ვიღაცისთვის სიკეთე ვიღაცისთვის ბოროტება მაპატიეთ სიბნელე რა არის სიბნელე და სინათლე არასდროს სიბნელე სინათლეს არ შეერევა არასდროს სინათლე არ ჩაქრება სიბნელეში იმიტომ რომ ორივე სხვადასხვა ნიშნულობისა და სხვადასხვა დატვირთვა აქვს იგივე ისევეა სიბოროტე და ისევეა ბოროტება და სიკეთე ორივე სიკეთე და ბოროტე ერთმანეთში ვერ შეერევა ვიღაცისთვის რაც სიკეთეთ მიაჩნია ვიღაცას შეიძლება სხვას ბოროტებად მიიღოს გააჩნია სიტუაციას აი მაგალითად უბრალოდ მაგალითს მოგიყვანთ სანამ ადამიანს არ ეუბნები ვარს რამეზე შენ მისთვის ხარ კარგი მაგრამ თუ ერთხელ მაინც უთხარი ადამიანს არა ადამიანი გადაგემტერება ხარ უკვე მტერი აი ეს არის სიკეთე და ბოროტება მაგალითად ასეთი მაგალითი ბევრია არსებობს მომავალი და წარსული და მომავალი ეს იგივე პრიჩინა и следствие ხო იგივე წარსული და